სახელი იქა მამისათა, დაზისათა, დასულისა, წმინდისათა, ჩვენთან არის მერტი. დიდება და მადლობა ღმერთ გილოცავ დღევანდელ დღესასწაულს. ჯვრისა ძალა ეწეოდეს, ღვთის მოყვარე, ღვთის მოიმედე ერს, დიდსა და პატარას, ჩვენს ქვეყანას დაამშვიდოს, როგორც მოციქული ამბობს, წმინდა წერილი. ჯვარი მორწმუნეთათვის ძალაა და მადლითისა, ხოლო მორწმუნეთათვის სიცოცხლეა. და დღესაც რასაც უყურებ, ვისაც ღმერთი არ წავს და ჯვრისა სასოებო არ გააჩნია, იმყოფებიან სიცოცხლეში, უგნურობაც აღარ ქვია, სიცოცხლე ქვია. და ეს არ არის მხოლოდ ამ საუკუნის მოვლენა, ესე იყო ყოველთვის სექტანტები, მწვალებლები, რომლებიც შეურაცხყოფდნენ საეკლესიო სიწმინდეებს, ისინიც პირსისხლიანი ნადირები, ხეცებირით იყო. არიოზის მიმდევრები თვითონ ქრისტეს სახელისათვის ხოცავდნენ ქრისტიანებს, მართლმორწმუნეებს. ხატმებრძოლები თვითონ ქრისტეს სახელით ხოცავდნენ ხატის თაყვანისმცემლებს და ქვეყანას აშფოთებდნენ. ისე არის დღესაც, ვისაც და ესე იქნება ქვეყნის სასასრულო, ვისაც არ უყვარს ღმერთი და ვისაც არ აქვს სიყვარული და იმედი ჯვრის ძალისა და შეწევნისა, მაშინ ის სიცოცხლეში იმყოფება. ჩვენ კიდევ მადლობთ ღმერთს, რომელმაც მოგცა იარაღი ჩვენი ადამიანთა მოდგმის სიკვდილის ყველებისგან გამოხსნისა. ეს არის ჯვარი. ჯვრით ჩავიდა ჯოჯოხეთში და შემოსრებს ჩვენი ჯოჯოხეთისა. დაარღვია და გაანადგურა. ეშმაკს ეგონა, რომ ღმერთს მოჰყავდა, მაგრამ საპირისპირო კი მიიღო. ჯვრით შეიმოსრა და დაუდგინეს ის საბოლოო საჭირო, რომელთაც ის აუცილებლად დაისჯება. ჩვენ კიდევ ვეიმედებით ჯვარს, ვეთაყვანებით და ვიამბობებით. ჯვარს, რომელმაც გვიხსნა ხილული და უხილავი მტრის შემოტევისაგან. გილოცავთ დღევანდელ დღეს. გუშინ იყო ხსენება 40 სებასტიელი მოწამისა, რომლებმაც ასევე ქრისტეს სიყვარული არ დათმეს არანაირი მუხარის, წამების და შეურაცხყოფის პასუხით. ის კი არა ერთ-ერთის დედა, რომელიც ესწრებოდა ამ საშინელ წამებას, აღხნევებდა და საზიდარზე თავიშვილს დებდა და ისე მიყვებოდა. დიდება და მადლობა ღმერთს, რომ ვართ მართლმორწმუნე. ვეიმედებით ჯვრის ძალას და იესო ქრისტეს მოწყალებას და შეძენას, რომ დაგვიცავს ამ წუთის სოფელში, რათა მომავალ სასოფლოში ერთად ვიყოთ ქრისტესთან. ამინ. ჩვენთანაც Amen.